მოკლედ ეს ორი დღეა გააქტიურდნენ რა ეს ლიბერალი ფაშისტები მართლა და რა დღეში არიან. მინდა შევეხო პირველ იმ საკითხს აბუ-დაბიში რო ხა რაღაც სკანდალი რო ხდება ვითომ რა მოხდა ხო რეალურად. გუშინ ვიღაცა ახალგაზრდა კაცი კამერით ხელში დაადგა ვიდეოს იღებდა და ზარქუას და ვიღაცებს იქ რამოდენიმე კაცი და აყენებდა შეურაცხყოფას პირდაპირ და პროვოკაციაზე მიდიოდა რომ ემოქმედათ და რაღაცა მოხდარიყო. მე ეს ხალხი რო გაერიდა თუ როგორ იყო კადრია რომ კიდე ეს მისდევს ტელეფონით და აქედან დედასაგინებს ძალიან ცუდად და ძალიან ცუდი სიტყვებით. და გუშინ მაგას ტელევიზიები ისე გადმოცემდნენ რომ თითქოს აი რაღაცა სამაგალითო საქციელი ჩაიდინა ვიღაცა მათ მხარდამჭერმა ვიღაცამ და უნდა აი მოსაწონის აქციელი და ტაშს უკრავდნენ. და საზოგადოების ნაწილიც უწონებდა ამ კაც აქციელს იმას რომ მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსებს და სპორტსმენებს და ვიღაცებს. სწორედ ეგ ადამიანები არიან დამნაშავე აი ეგ ტელევიზიები და ეგ ხალხი ვინც გუშინ მაგ კაც აქციელს უწონებდა იმაში რომ დღეს მაგას თავი გაუხიეს. საქართველოში ხო ყველამ ვიცით რანაირი გაგებაც მოსულა და როგორც ცხოვრობს საზოგადოების უმრავლესობა ხო ჩვენ ხო ვიცით რომ აქ შეურაცხყოფას ერთმანეთს აუპატიებთ ქართველები რაც შეეხება იმას რომ პოლიტიკოსია და თმენის ვალდებულება აქვს თურმე ვეთანხმები და ნამდვილად აქვს თმენის ვალდებულება მაგრამ ეს თმენის ვალდებულება იმას საერთოდ არნიშნავს რომ თავმოყარეობა უნდა დაკარგონ პოლიტიკოსებმა და როცა ყველაზე უფრო წმინდას ვიღაცა მივა და შეურაცხყოფს ამაზე რომ რეაქცია ექნება ადამიანს ამას ბევრი ფიქრობ რომ არ ჭირდება და ეგრეა. იგივე მოხდა ამ აბუ-დაბიშიც გუშინ ვიღაცა მივიდა იკაცა შეურაცხყოფები მიაყენა და იმის პასუხი მიიღო დღეს აი ეგ მეტი არაფერი. ესე პროვოკაციებზე მიდიან ძალით. იგივე ამ დღეებში ხო ბათუმშიც თუნდაც პოლიციელს რო ხელი გაარტყეს იქ ვიღაც ქალბატონმა ეგეც სერიოზული პროვოკაცია გააკეთეს აქ მოსამართლეებზე კვერცხების სროლა ეს ყველაფერი ესე თავისთავად არ ემთხვევა და კარგად დაწერილი და გაწერილი გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი. აგრესიით რომ რაღაცა საქმეს როგორ თქვა აგრესიას ყოველთვის აგრესია მოყვება აგრესიულ ტონით მიმართავ აგრესიულ ტონით მოგმართავს მიაყენებ შეურაცხყოფას გაგიტეხავს თავს და ეგ არის და ეს ადამიანები უზრდელობას ეძახიან სიტყვის თავისუფლებას და ადამიანს რო შეურაცხყოფას აყენებენ მაგას ეძახიან გამოხატვის თავისუფლებას და ჯერ ზრდილობაში გაერკვიონ ეგ ადამიანები ჯობია და გაიგონ რა უზრდელობა და გამოხატვის თავისუფლება რომ ერთი და იგივე არ არის და მერე უნდა კონდეთ პრეტენზიები რომ ვიღაცას იქ ან რუსობა დააბრალონ და ან რამე ამის თქვა მინდოდა რომ არ მომწონს ძალიან აი ისეთ პროვოკაციებს აშკარად უკვე აკეთებენ რომ თუ ხელისუფლება დროზე არიზავს იმას რომ აი ამ პროცესების თავები ვინც არიან ჯაფარა გირჩი და მელია და ვინც არიან მოკლედ აი ეგენი თუ დროზე არ გაანეიტრალა და არ გაუშვეს საპატიმროებში როგორც აგენტები და ქვეყნის გამყიდველი დედამოწყნულები მანამდე იქნება აი ესეთი პროვოკაციები და აი ეს სიტუაცია რა სიტუაციაც არის დღეს საქართველოში. აი ეგ არის ჩემი აზრი. და არაფერი სკანდალი აბუ-დაბიში და არაფერი სასწაული არ მომხდარა. ძალიან გასაგები რა მოხდა. რომ ადამიანს მიხვალ და შეურაცხყოფას მიაყენებ, პასუხს ყოველთვის უნდა ელოდო. ეგრეა.